დამიაგიურ არხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ რამდენიმე სოფელში წლებია მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. სოფელ ახლოლალოსა და კიროვკას მცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. ან სოფელში არსებული წყაროდან ავსებენ, თუმცა სახლამდე მისატანად მათ საკმაოდ დიდი გზის გავლა უწევთ. წლების შემდეგ კიროვკასა და ახლოლალოში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციასაც ითხოვენ. წლების განმავლობაში წყლის პრობლემა ჰქონდა, არც ელექტროენერგია მოგვეწოდება ნორმალურად. ამ ეტაპზე წყლის პრობლემა გვარდება, მადლობას ვუხდი სახელმწიფოს. ერთი წყარო ჰქონდა და წყალს იქედან ვეზიდებოდით. თან მთელი დღე რიგში დგომა გვიწევდა. ძალიან გვიხარია, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ბუნებრივი აირისა და სარწყავი წყლის პრობლემა სოფელში მოგვარებულია. ერთადერთი რაც ყველაზე პრობლემურია, ეს სასმელი წყალია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაც ეტაპობრივად ხდება. რაც შეეხება გზებს, ცენტრალური გზა მოწესრიგებულია, მხოლოდ შიდა გზების პრობლემა გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ მათ მომავალში მოხრეშავენ. წყალს მეზობელი სოფლებიდან ვეზიდებით. სოფელში გვაქვს ერთი წყარო, თუმცა წყალი ყოველ დღე არ მოდის. ოჯახში, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მათთვის ყველაზე რთულია ეს მდგომარეობა. რადგან მათ ყველაზე მეტი წყალი ესაჭიროებათ. გვიხარია, რომ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პრობლემა მოგვარდება. 20 წელია წყლის პრობლემა გვაწუხებს. სანამ წყალი გაკეთდება, კვლავ სხვა სოფლებიდან ვეზიდებით. ვისაც მანქანა არ ყავს, მეზობლის მანქანით მოაქვს წყალი. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. მალე პრობლემაც მოგვარდება. ჩვენ წელს ცენტრალური გზა დაგვიგეს. ძალიან დიდი მანძილია რეაბილიტირებული. სანამ გზას დააგებდნენ, ბავშვებს სკოლაში წასვლა უჭირდათ. კარგია, რომ ერთი პრობლემა მაინც გადაწყდა. მიმდინარე წელს დამიაგიურ არხის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. სოფელ ახლოლალოში გაკეთდა წყლის რეზერვუარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მისთვის 18,247 ლარი გამოიყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 206,159 ლარი. კიროვკაში წყლის რეზერვუარისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 16,569 ლარი გამოიყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154,655 ლარი. სოფელ დამიაში მოხდა გზების მოხრეშვა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 9,766 ლარი დაიხარჯა. დამიაგიურ არხში გზების რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდმა 585,038 ლარი გამოყო, ხოლო იგივე სოფელში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 34,866 ლარი დაიხარჯა. დამიაგიურ არხში შედის 4 სოფელი. აქედან ყველაზე დიდი არის თვითონ დამიაგიურ არხი. გავიყვანეთ წყალი და მოხდა ყველა ოჯახში შეყვანა. ეს მიმდინარე წელს განხორციელდა. გარდა ამისა, სოფელ ახლოლალოში მიმდინარეობს წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. იქაც იგეგმება დაქსელვა. ასევე კიროვკაში კეთდება 150 ტონიანი რეზერვუარი მოსახლეობისთვის, რათა მათ წყალი მიეწოდოთ. დამიაში მოიხრეშა გზები და მოეწყო წყალსატუმბი. ჩვენი მიზანია დარჩენილი პრობლემებით სწრაფად მოვაგვაროთ. სამომავლოდ კი საბავშვო ბაღის აშენებას ვგეგმავთ. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, დარჩენილი პრობლემები მომდევნო წლის ბიუჯეტში ჩაისმება.